მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი. დღეს შევეცდები აგიხსნათ რა ჭიქა რას ეკუთვნის, ესე ვთქვათ, იმიტომ სახში ყველანაირი ჭიქები გვაქვს, მადონა სერვისიდან დაწყებული და ასე შემდეგ. ჭიქების ფართო არჩევანი გვაქვს და პროსტა არ ვიცით რომელ ჭიქაში რა გამოვიყენოთ, ანუ რა ჩავასხათ, ესე ვთქვათ რა და მე შევეცადე ძლივს ბექამ რაღაცა ჭიქები აქ მოძებნა სადღაც იპყრობა და ესე ვთქვათ მოგვიტანა. მოკლედ ეს ჭიქა დავიწყოთ აი ამ ჭიქით. ეს ჭიქა არის ლუდისთვის განკუთვნილი ჭიქა. არა და ამითაც ხსნიდი ამას და მაგრამ იცოდეთ იძახენ რომ ლუდი არ უნდა აკაფდეს. არა და უნდა აკაფდეს ლუდი. რატო უნდა აკაფდეს ლუდი? როცა ლუდს მივირთმევთ, ეს ჩვენ ორგანიზმში კაფდება, ესე ვთქვათ, მარტივენაზე რო ახსნათ, ჯობია ჭიქაში აკაფდეს, რომ უფრო გემრიელად დავლიოთ და უფრო ნაკლები, ესე ვთქვათ, კაფერილობები და გაზები გქონდეს. და რატომ არის ეს ჭიქა კიდე ესეთი ფორმის? ამოტრიალების დროს სწრაფად რო კაფი ზევით დაждდეს. შესაბამისად ეს ჭიქა ხელს უწყობს იმაში, რომ ეს კაფი ზუსტად ისე დავასხათ და გამოვიყენოთ. ეს რა ჭიქა არის? იცით ვინმე? ანუ ეს ჭიქა რო სახში შეგხვდეს, ვიტყვით რომ აო ეს ბებია ჩემის დანატოვარია და ასე შენ არ არის. ბებია თქვენის დანატოვარი, ეს არის ვისკის ტესტ კლასი, ესე ვთქვათ. ვისკის ტესტ კლასი, ნუ ამაში იყენებენ სხვა კონიაკსაც, კონიაკის სატესტოდ, ანუ ტესტ კლასი რაც გულისხმობს. სიტყვაზე ხა ეს კონიაკი არ არის, ეს არის ვენეციური აპერატივი. პროსტა განახებთ რაზე მაქვს საუბარი. ტესტ კლასი რატო ქვია? სამი თუ შეგხვდებათ, იცოდეთ რა უბრალოდ, აი სახში წავიღებთ და ლამაზი ჭიქაა და მეგობრები მოვალ ამას გამოუტან, ეგრე არა. სახში წაიღეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ვისკის წარმოება გაქვთ, ან თქვენი ვერმუტის წარმოება გაქვთ, ან თქვენი აპერატივის წარმოება გაქვთ, რომ გააოგნოთ თქვენი მეგობრები. ეს ჭიქა არის რისთვის? შევედით, მოგვაწოდეს ეს ჭიქა, დაგვისხეს ვისკი. ამ შემთხვევაში აპერატივი გვისხია, სელექტი, ვენეციური. დაგვათენდა. ჯადოსნური მოძრაობა აუცილებელი არის, რომ თვითონ ამ ჭიქამ დააბალანსოს თავის გემო, ჩასხმული შიგნით ალკოჰოლი და შემდგომ რა ხდება? გადაწვენის მდგომარეობაში, რომ თავზე არ გადავისხათ, აი ეს ჭიქა გვაძლევს იმ უნარს, რომ გვერდიან ესე შუქზე გავხედოთ და უკვე სიღრმისეულად სასმელში შევიდეთ და ვილაპარაკოთ სასმელის გემოვნურ თვისებებზე, ფერზე, კარამელიზაციაზე და ასე შემდეგ. შემდგომ მე ცხვირს ესე ვყავთ შიგნით. არომატი რა არომატია. ცხვირს ვყავთ შიგნით ესე და ვაგემოვნეთ. მივხვდით ხო რისი ჭიქა? ეს არის ტესტ კლასი ესე ვთქვათ. ეს ხმა არ ჩაგვიწერია ხო ბექა? ეს ადრე იყო ჩინური მაღაზიები ჩვენთან მე უცბად გაქრა, რო აღებდი კარებს, ესეთი ხმა იყო, აი. მოვიდა, ესე ლაპარაკობ. მოკლედ, ძალიან ცნობილი ჭიქა და ეს ძალიან სუყე ჭიქა არის და ძალიან მაგარი ჭიქა, იმედი მაქვს მე და ბექა ამ ჭიქებს ვიშოვით, როდესღაც და ჩვენი საკუთარი გახდება. ეს არის old fashion კლასი, ესე ვთქვათ, ვისკისთვის განკუთვნილი ჭიქა, old fashion კლასი წამოვიდა old fashion კოქტეილიდან და მე უშუალოდ, ნუ ვისკიც ისხმება შიგნით და ჩვენ რო ვიძახით ვისკის ჭიქა, old fashion glass ქვია, აი ამ ჭიქას. მყარი, აი ესეთი, აი მაიბახური ჭიქა, ესე ვთქვათ, რომ აი აქეთ ხელში სიგარა უნდა გეჭიროს და აქეთ აი ძიმე ჭიქა უნდა ქონდეს, რომ ძიმეთ ვისკი დაასხა, დალიო და ილაპარაკო ბიზნესზე. მოკლედ იაპონელებმა გადაწყვიტეს ესეთი რაღაცა და იყვნენ ტესტზე, გასინჯეს აი ამ ტესტ გლასით და აწარმოეს თავიანთი ვისკი ტოგუჩი. ძალიან საინტერესო რაღაც მოიფიქრეს. ტესტ გლასში წაართვეს ფეხები, ტესტ გლასის და დატოვეს თავი. და ნახეთ რა ხდება. თავაზობს თვითონ ტოგუჩი ამ ბრენდს, რომ თან აგემოვნოთ, მეგობრებს დაალევიო, თან ვისკის სუნი არ დაკარგო და სულ თან კონდეს. ხო მივხვდით რა ჭიქაც არის? წართმეულ ფეხიანი ტესტ გლასია. ოღონ ტოგუჩი ვისკი ამ ჭიქით სასმელს გთავაზობთ. ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვისკისთვის, მძიმე ალკოჰოლისთვის, რაც უბრალოდ მაღალ სპირტიანია, ესე ვთქვათ. მივხვდით ხო ესეც რა ამბავი? როსტა როგორ ვთქვა ხა ეს ბექა ანუ ეგ ისა როგორ ვთქვა რომ აი ეს ჭიქა ხო აი ამ ანუ ხალხო ეს სასანთლე არის ეს არ არის ჭიქა ეს არის სასანთლე ნუ არ ვაკნინებ კომპანია დანსკას მაგარი არაყია ნახდაც ძალიან მაგარი არაყია ჯერ მარტო ბოთლი აქვს ისეთი რომ არასდროს დალევ მე მაცი ვარ შეინახავ იმას იზავ რა ქვია სადარი აგერა დანსკა ესეთი ბოთლი აქვს პახოჩი რო დალევ პახოჩი რო წახვალ რო დალევ მე დინარიდან წყალს ავსებ და თერმოსად გექნება აი მაგარი ჭიქა ბოთლი აქვს მაგრამ აი ეს რა არის ზმაკაცები მოვიდა და შენ გამომიტანე აი ეს ჭიქა ბექა აი ეს ჭიქა გამომიტანე აი ამ ჭიქით მალევე ფარას ხო და ჯერ დავიბერე შეიძლება ჩააფერფლო შიგნით ან პროტეზი ჩადო პროტეზი ჩადო გარკვევში ეს ჭიქა არ მჭირდება რა
გაუმარჯოს დანსკას, კარგი არაყი არის, ადამიანური არყის კლასიკური ჭიქა. ნახეთ რა მოხდა დანსკას, ქონია არყის ჭიქა. ქონია არყის ჭიქა. მაგრამ რაღაცა მოხდა, ეთქობა მარკეტინგულ იმაში რაღაცა არევა მოხდა, ან დათვნენ ძალიან და გააკეთეს ის რაც გადავაგდა ეგ ჭიქა. მოკლედ, კლასიკური არყის ჭიქა, ესე ვთქვათ, არყის შატ-გლასი ესე ვთქვათ. რა შატ-გლასი გამოიყენება მარტივი უცბად დალებისთვის, ხო? მივხვდით. ძალიან მარტივია. უასხავთ ესეც კიდე ერთი ხრი ამის გაციებად შეგიძლია. ეხლა ნახე რას გასწავლით, ესეც გამოვაღეთ მაცივარი, გაყინეთ ეს ჭიქა, ცივი დანსკა დაასხით და ცივ მდგომარეობაში მიუტანეთ თქვენ მეგობრებს, სტუმრად რო გეყოლებიან, აუცილებლად გაუგდებიან. არ მომიშალა ნევრე ეს რა გააკეთეს. შამპანიური ჭიქა. ყველამ ვიცით რომ შამპანიური არის პრეზენტაბელურ სასმელში რა იგულისხმება. ანუ შამპანიური ხასიათდება წარმატებასთან, დღესასწაულთან, დაბადების დღესთან, ყველაფერი კარგთან რა, ანუ ყველაფერი კარგი რაც ხდება აი მაგასთან. და შესაბამისად შამპანიურ ჭიქა გვახსოვს ესეთი. გვახსოვს არა, არის ესეთი. გვახსოვს ესეთი რომ ვასხავთ და კაფი გადმოდის და უკვე ხდება აი ამ ჭიქით, ანუ რა, ორ ჭიქას და ჯერ ნახევარი კაფი ცხელში ხდება, ვერ ხვდები რას აკეთებ. და ფრანგები, ისი ფრანგები არიან. ფრანგებმა გადაწყვიტეს რომ კაი გავიგეთ რომ ეს შამპანური გლასები არსებობს და აი ამით სვავთ და გასაგებია, მაგრამ მოდი რა $2000 რო ვადებ სიტყვაზე შამპანიურს, ეს $2000 არ ღირს, მაგრამ იაფიც არ ღირს. ვადებთ შამპანიურს. მოდი ისეთი ის ჭიქების შევამუშავებთ და ჩაუშვათ მარკეტინგში რომ ხალხმა გდალიონს გაიგოს შამპანის ქვეყანაში მოყვანილი შამპანიურის გემო და გადაწყვიტეს ესეთი ამბავი. თეთრი ღვინის ბოკლში ჩვეულებრივად შეგვიძლია შამპანიური ჩავასხათ და ის კი არა რომ გვახსოვს რომ აი ახალ წელს რომ შევალთ მეგობართან და ჭახ და ამას რო ვერსვავთ და ბოდი დაასხით და ხელზე გადამესხა და ლუსტრა გავხვრიტეთ და რაღაც. ანუ გააკეთეს გლასი რომ ეს შამპანიური დავასხათ. დავლიოთ, გემო გავიგოთ და ესე ვთქვათ ვიკეთოთ. ნახე ხა აქ რა ხდება. ეხა ბარმენები და ვიც კოლეგები ხართ, ეხა არ დამიწყოთ ის რომ ვაიმე და ვუიმე, ეხა მე ვიტყვი ამ ჭიქას დავარქმევ ესეთ რაღაცას რა. შპრიცები ამაში გვევასება, ჯინტონიკები ამაში გვევასება. ნუ აპერატივის კოქტეილები ამაში გვევასება. ნუ ყველაფერი ცივი ყინულთან რაც არის, ყველაფერი გვევასება ესე ვთქვათ. მაგრამ ამ ჭიქაში რა მოხდა? მოკლედ შამპანიური ჭიქა დაეჯახა ღვინის ჭიქას. ღვინის ჭიქა დაეჯახა იმას რა ქვია old fashion-ს და შეიქმნა ეს ჭიქა. ხუმრო, მოკლედ ეს არის ნუ ესე ვთქვათ რა დიდი ბოკლები არის განყოფილი წითელი ღვინისთვის. საერთოდ წითელი ღვინისთვის არის დიდი ბოკლები, რომ გემო გავხსნათ და რაღაცა აი ესეთი რაღაცები ვაკეთოთ და ვსვათ. და საერთოდ ჯამში ნუ უკვე ღვინის კულტურამ შემოიტანა კოქტეილ კულტურაში მაღალი განვითარებული ბოკლები, სადაც რაღაცა ხმა იყო არ შეიმჩნიოთ ისა გაშლილი ბოკლები რომ ესე ვთქვათ კოქტეილები გაიპრანჭოს გემრიელად გაკეთდეს გამოჩნდეს ბარმენის ნაწვალები შიგნით და ასე შემდეგ აქ დიდ პორტოხალს რომ ჩავაგდებთ აქ ყინულს და აქ ესეთ საწურს რომ ჩავაცლებთ და მე უკვე რომ გავიპრანჭებით და დავლებთ უკვე ყველასთვის საინტერესო ხდებით ანუ ერთგვარი ესეთი სახე ამას შეგიძლიათ სახში ესეთი დიდ ბოკალში მოამზადოთ გემრიელი კოქტეილი დაუშვათ შპრიცის ბაზაზე, დაუშვათ შამპანიურის ბაზაზე, დაუშვათ არყის ბაზაზე, რაც ყველაფერს გაალამაზებს და გაბრანჭავს. ეს რა არის? აი ეს რა არის? ეს არის, ეხლა ვინც გვიღებს რა, წასული იყო შემოიარა თელი ევროპა რა. ხო და ბექა მეთქი რაღაცა ევროპაში რო ხარ, რაღაცა ნახე ისეთი, რომ აი რაღაცა ცოტა ისეთი იყო და ჩამოიტანა ეს. აი ეს ჩამოიტანა ეს. მახსენებს ყაზბეგში, არ ყაზბეგი და შუაში. მახსენებს რას, აი მაგრა როგ წყურია რა და რო აჩერებ, აი რიკოცე და სადღაც იგი ბათუმისკენ რომ მიდიხარ და მაგრა როგ წყურია და რო გაიხედები და ესე გადახრილი მარშრუტკი ძღოლი რო ესე ძაფ მიბული ჭიქაზე რო იმაშვება და ეს თან არ ვიტყვი ერთი ადგილი რო უჩანს, იმას რო სოს იქიდან და ესე რო ქანაობს ეს ჭიქა. ესე და მე შენ რო რიგში დგახარო იქ მაღაზია ახლოს არ არის და უეჭველი ეგ წყალი უნდა დადიო. და ნუ აი ამ ჭიქას მახსენებს, ნახეო რა მაგარი რაღაც ჩამოვიტანეო. ნუ გასაგებია, ნუ ეხა კაი ჭიქა არის, მაგრამ ნუ არ ვიცი ეხა ეს თუ სახში გაქვთ, რავი რა გითხრათ ეხა. წაუღეთ იმ რიკოთის მწყობს, გამოადგება ან პახოჩი წაიღეთ, ანუ აქ შეგიძლია, ეს არის საერთოდ კოშკეკროვა არყის ბრენდი არის, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არაყი არის. აი პროსტა ჩემს სიტყვებს თუ ენდობით, პროსტა გააციეთ ეგ არაყიც და დალიეთ და მეორე დღეს მიხვდებით და დამაბასეთ. ნახე ისეთი მე ვიდე, კაცო, მე ჯერ მაცადე მივიდე, მაგამდე იქ თავში მქონდა, ეხლა გამახსენე კიდე კაცო. მოკლედ, კოშკეკროვა ჩამოიტანა, ნუ ვილიჯ, ანუ კოშკეკროვა აწובה კიდე, ხო გითხარით რომ სუბტატისტირება, აი მაგარი არაყია მეთქენ, რომელიც ანუ ნაბახუსევის ვარიანტშიაც ნახავთ რა მეორე დღეს როგორ იქნება. ნუ ეხლა ვიღაცას ღვიძლით თუ დაშლი აქ მერტვა დაგიფაროთ. იმათმა არ გასინჯოთ ეს არაფერი.
და ვაფშე სასმელი არ მოიხმაროთ და ბევრი ალკოჰოლის მიღებაც არ არის მიზანშეწონილი ვაფშე არავისთვის. მაგრამ კოშკენკროვას აი ეს რაზეც ვიხუმრეთ ეხლა რომ ეს ჩამოკიდებული ჭიქა, რაზეც ვიხუმრე ეხლა შემდეგ მარშრუტის ღოლის მერე მივედი და დავლიე. თურმე რა ყოფილა? აწובה village თემატიკას, ანუ village თემატიკას რა მოიცავს, ანუ ესე ვთქვათ, ანუ vision-იც არის სოფლურ განწყობას ესე ვთქვათ, სადაც სოფელში არის მოყვანილი, იქ თავარი სეგმენტი ზუსტად აი ეს ჭასთან დადებული ჭიქა არის, რომელიც გადმოიტანეს მარკეტინგული კუთხით, ესე ვთქვათ და ჩვენამდე ჩამოიტანეს და რაღაც სიმართლეში ხა ბექაზე კი ვიღადავ ეს რა ჩამომიტანებით. რაღაც სიმართლეში ძალიან გაგემრიელდა ეს ჭიქა, რომ გავიგე ამ ჭიქის ისტორია. მოკლედ ესეც ვიცოდეთ რა, ამ ჭიქით შეგვიძლია პახოჩი წავიდეთ, ვილიჩი ჩავიდეთ, ძღოლთან ერთად ცივი წყალი დავლიოთ და დავასხათ, მაგრამ ეს ჭიქა შეგვიძლია მოგაწოდოთ თქვენ თუ კოშკენკროვას დალებთ, ამ ჭიქის მოწოდება შეგვიძლია. ეს არ ვიცი ბექამ ჩამიდო რაღაცა არის, ნუ რაღაცა არ არის იდეაში. აი რა ყოფილა. ეს არ გვაინტერესებს ბექამ გამიჩალიჩა მე მგონი. ბიჭო, ტაში წყალი არ ჩამისხი? გაცივდა შეჩიმა, ჩაასხი ცოტა წყალი გამიცივდაც. ამაში ფეხები მელაგავ. ფეხები არ მლაგები ამაში ხუმრობ რა თქმა უნდა, პროსტა ანუ ეს რა ჭიქა არის. ეხა აქ რა ხდება ნახეთ. აქ რა ხდება? ნუ ეხა ჩვენ რო ბლატაობთ რომ 6 ლიტრიანი ყანწები გვაქვს და აი რა ვიცი ტონობით ღვინოს დალევა შეგვიძლია, ესერიც არ არიან ნაკლები ხალხი აქეთ. ყანწის დალევა რო ვიცით, ტაშტიდანაც ისმება თურმე ტაშტიდანაც არა. ყანწის ისტორია გვაქვს ძალიან გელიანური, ეხლა ჩვენ ადასტურებს არ ვეხები და მაგაზე გენიალური არაფერი არ გვაქვს ცხოვრებაში და მაგით ვარ დამატებული. მაგრამ რუთსაც გონია მსგავსი თვისებები, ესე ვთქვათ, ყანწურ ვარიანტში ტონობით დალევის, აი ამ ბაკალით შეგვიძლია რა გავაკეთოთ ეხლა გეტყვით. ჩავასხით ედინგერი შიგნით. და ყავს მაკაცი მოსული არის, მაკაცი სახში, რომელიც დალევა უნდა და ვერ ვართოთ. ვაწოდებთ ეგრევე ამ ჭიქას და უსწრებთ და 1.5 საათი ვანებებთ თავს. მიხვდით ხო ეს ჭიქა რისთვის არის? რომ გაითიშო მოკვდე ალბათ რა ვიცი. და თუ შეგცივდება ზამთარში ფეხი ჩაყვა შიგნით დუღარში. ეს ბექა საყვარელი ლუდი არის ყოველდღე ამასვას რაღაც შემილია. ნახე რა ხდება ეხლა ამ ჭიქა, ანუ ბალქერი და ჭიქა რატო არის განსხვავებული. ნუ ეხლა ნახეთ ორი ეტაპი არსებობს ამ ჭიქების სერიოზულ ამბავსაც გეტყვით რა, ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით ესე არის. ისევ ქაფიზმის მეთოდიკა მიდის აქაც. ქაფიზმის მეთოდიკაში გადის რა? ქაფიზმის მეთოდიკაში როგორც ესტრელაზე გაჩვენეთ, რომ აქ აფხეს ლუდი და მერქერი და შესაბამისად ფერადი ლუდია და გემოვნებიანი ლუდი არის. ფეხიანი ლუდის ჭიქა ხშირ შემთხვევაში იცავს ლუდს გათბობისგან. როცა ხელს კიდებ, ცივი ლუდი თბება და ამ შემთხვევაში აქვს საფეხური, ესე ვთქვათ, ფეხი, საიდანაც შეგვიძლია ეს მალქერი და დავლიოთ. ამას მე არ ვიდავლო, ბექას საყვარელი ლუდია და ბექა დალევს. გემრიელია ძალიან მართლა, მაგრამ მე არ მიყვარს ცოტა ტყუილი ლუდები, მე უფრო იქით ვარ. ესპანეთი, გერმანია, ჰო, ჰაი, ჰი. ესპანური არის მალქერიდაც. ვალჰალა ბრუტალური ჭიქა გააკეთა, ესე ვთქვათ. ჩემი ჰარლი როგორიც არის, კენის ფეხზე რო დაგეცეს და მოგტეხავს, ეგეთი ჭიქა არის ესეც. ეს არის სპეციალური მაცივარი ვალჰალის. ეს თუ სახში არ აქვს, ეგეც პრობლემა არ არის. შეგვიძლია გავაციოთ, გავყინოთ, ესე ვთქვათ, გავყინოთ არა, გავაციოთ კარგად, ჭიქებთან ერთად, ფორთოხალთან ერთად. განსხვავებული აქ არაფერი არ არის. უბრალოდ ეს ჭიქა თუ სადმე შეგხვდებათ, არ გეგონოთ რაღაც საკერავი სათითეები რო არის ეგ, ან რაღაცა. ანუ ნუ ეხლა მე ვამსგავსებ ჩემი მოტოციკლეთის გვერდითა პატარა ხუფი რო არის, ეგ მეგონა თავჯერად. ესე ადგომაც იყოს, კაი იყო. დღეისათვის თუ ეს იყო, ეს მარტივად გადაურბინეთ ამ ჭიქებს, რო პროსტა ანუ რაღაცა ხომ უნდა დაგვეთოთ. უფრო კარგ პროექტს შემოგთავაზებთ, ეხლა რაღაცა ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. უბრალოდ დრო ჭირდება ყველაფერს რა და თქვენი ხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ პოზიტივი მოგცეთ, რაღაცა კომენტარებში კარგი კომენტარები დაგვიწეროთ, რომ უფრო მეტი ვიდეო და რაღაცნაირად გაგართოთ, ესე ვთქვათ და რაღაცა უფრო მეტი სასმლის კულტურაზე იმავს, ვთქვათ. ანუ სიცილის გარდა ჩვენ შეგვიძლია დასაბუთებულად ვისაუბროთ სასმელზეც, ისტორიაზეც, მოხმარების წესებზეც და ასე შემდეგ. უბრალოდ თქვენზე არის ეგ დამოკიდებული, როგორ დაგვეხმარებით და როგორ მოგცემთ შანსი იმისა, რომ გამოგჩნდეთ, შევკლასოთ ერთად. რა მიყვარხართ ყველანი და რა ვიცი, ვცდილობ, რომ კარგად, პოზიტიურად აგიხსნათ ყველაფერი. გენაცვლებით.